სასამართლოში თბილისი მოლთან დაკავებულების საქმის განხილვა გაიმართა ოცნების პროკურატურა 8 პირს, მათ შორის თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და კოალიცია ცვლილებისთვის წევრს დიმიტრი ბიძინაშვილს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის ბლოკირებას ედავება. ამ საქმეზე ბრალდებულია ირაკლი წიგნაძეც, მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმი მასშტაბური პროდასალური აქციების დროს ჯგუფურად სასტიკად გაუსწორდა. ბრალდებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ქეთი ნადიბაიძე საქმის და ცოტა ხნის წინ დასრულებული განხილვის დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. სხდომა დაახლოებით 5 წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და დღეს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი პროკურატურამ გამოიძახა ის მოწმეთ. ეს არის ზაურ ზურაშვილი, რომელიც ბრალდებულების ნაწილის დაკავებაში და ოქმების შედგენის პროცესში მონაწილეობდა. მან უპასუხა მხარეების შეკითხვებს, ამის შემდეგ სხდომა დასრულდა და ის განახლდება აპრილის თვეში. მე საზოგადოებას შევასწრებ, რომ ზუსტად 1 წელია, რაც ეს საქმე არსებობს, რადგან 2025 წლის 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დედაქალაქის გასასვლელთან აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ ბრალდებულები. ჯამში საუბარი არის 8 ბრალდებულზე და ისინი სისხლის სამართლის საქმეში და ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ იმ განკარგულებიდან გამომდინარე, რომელიც ამ აქციამდე საათებით ადრე გამოიცა მთავრობის მხრიდან და საერთაშორისო მნიშვნელობის გზები შევიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სიაში. შესაბამისად დაექვემდებარა სისხლის სამართლის დანაშაულს და ამ ადამიანებს ახლა 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შემსგვერდით ახლა იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელიც კოალიცია ცვლილებისთვის წევრია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ბატონ დიმიტრი, გითხარით ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე 1 წელი შეუსრულდა. 2 თებერვალს თქვენ აქციაში მონაწილეობდით და აღმოჩნდით ბრალდებულის სკამზე. რა მოლოდინებს უკავშირდება ეს საქმე თქვენთვის? მოლოდინებზე საუბარი ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი არის. არ ვიცით რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ქართული ოცნებამ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ სულ ფეხზე დადგეს ქართული ოცნების ძალოვანი სისტემა ამ საქმეს ვერ შეკერავენ და ვერ მიცემენ იმ კვალიფიკაციას, რაც მათ სურს. მთლიანი ეს საქმე არის შეკერილი და ცდილობენ რომ რაღაცნაირად კუდი მოაბან და ჩვენ გამოგვიყვანონ დამნაშავები. იმ ტერიტორიაზე 1000-ობით ადამიანი იყო და ასე გამორჩევით 8 ადამიანი დაგვაკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და შემდგომ უკვე სისხლის სამართლით გადაგვიკვალიფიცირეს და გვედავებიან, რომ თურმე გზაზე გადარბენის მცდელობა მქონდა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა გადაკეტვას, არამედ მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას გვედავებიან, რაც წარმოუდგენელია და კადრებში ჩანს, რომ არც ერთ ჩვენგანი არ მოქმედებდით ისე, რომ ამის საფუძველი ქონოდა ქართული ოცნების რეჟიმს, მაგრამ ეს იყო მთავარი წინაპირობა, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ამ ყველაფრის იყო განკარგულება, რომელიც გამოიცა მთავრობის მხრიდან, რომელიც თვალისწინებს იმას, რომ სტრატეგიული საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გამოაცხადეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებად და შესაბამისად დაექვემდებარა სისხლის სამართლის დანაშაულს. აი, თუნდაც ეს მომენტი, რომელიც ამ საქმესთან ახლავს, არის თუ არა თქვენთვის მანიშნებელი, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ინტერესში ჯდება ქართული ოცნების მხრიდან და შესაძლოა ვერდიქტით სწორედ გადაპირობოს ამან. რა თქმა უნდა, ეს საქმე ისევ როგორც სხვა უამრავი საქმე ჩვენ ვნახეთ და ყავს პოლიტიკური პატიმრები, რა თქმა უნდა, ეს საქმეც არის პოლიტიკური მოტივებით ნაკანახები, ხო? ქართულ ოცნებას ჰქონდა შიში, რომ პროტესტი არ გაზრდილიყო, არ გადასულიყო იმ გზებზე, რომელი გზებიც შეიძლება გამოეწვია ის, რომ რაღაცა მომხდარიყო უფრო მეტი საცობი ამ ქალაქში, უფრო მეტი პრობლემა შექმნოდა ხელისუფლებას და ამ შიშით იყო გამოწვეული ის, რომ რამოდენიმე საათით ადრე მიიღეს აქციამდე ეს გადაწყვეტილება, რომ მაგისტრალები შესულიყო ისეთ ანუ მაგისტრალებზეც მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ დასჭადი ყოფილიყო სისხლის სამართლით, მაგრამ არც ეს არ აძლევდა ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ აღმოჩენილიყავით ბრალდებულის სკამზე. ეს იყო შიშით ნაკანახევი ადამიანებისთვის გაფრთხილება, რომ პროტესტისთვის ყველა დაისჯება აბსოლუტურად და ეს არ შეჩერებულა იმ მომენტში, ეს გრძელდება დღესაც, ხომ? მივიდა ქართული ოცნება იქამდე, რომ ტროტუარზე დგომაც კი სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ანუ ამ ადამიანებს სურთ, რომ პროტესტი ჩაახშო, მაგრამ არ გამოვა ასე, იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გაჩენა
გაჩერება გამოიწვევს იმას, რომ ამ ქვეყანას ყველანაირი მომავალი დაეკარგება. ის ევროპული მომავალი, ეროვნული მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში და გვსურს, რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ხომ ამ ყველაფერს ჩვენ დავკარგათ, არ ვაპირებთ გაჩერებას, რა კანონიც არ უნდა მიიღოს, როგორც არ უნდა შეცვალოს, როგორც არ უნდა მოირგოს. ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩება ქართველი ხალხი და ვერც მე, ვერც დანარჩენ 7 ადამიანს, ვერც იმ პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც დღეს ტყვეობაში ყავს ქართულ ოცნებას, ვერ მოახერხებს იმას, რომ ჩვენ დავნებდებით და გავჩერდებით. ხომ ეს ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ დიმიტრი ბიძინაშვილს, რომელსაც აქვს ბრალდებული სტატუსი ამ საქმესთან დაკავშირებით. 8 ბრალდებულიდან ის ერთ-ერთი არის. სხდომა დღეს დასრულდა. ეს საქმე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 1 წელია მიმდინარეობს და როგორც ჩანს კიდე თვეები გაგრძელდება, რადგან განხილვები როგორც დღევანდელ სხდომაზე ჩაინიშნა, უნდა განახლდეს აპრილის თვეში.